დღეს ვფიქრობდი, რომ ვერ არის ხასიათზე? ნახე. დღეს ვფიქრობ, რომ ერთი ფილმი ვნახოთ, ესე იგი უფრო სწორად ფილმის ერთი ნაწილი, ერთი სერია. ესე იგი მინდა პაისი ათონელზე ბერძნებს აქვს გადაღებული, მიმდინარეობს ახლა კიდევ გადაღებები. სერიებია, პირველი სეზონი დასრულებულია, მეორე სეზონის გადაღება მიმდინარეობს. და საქართველოში კი ღვთისმოყვარე ადამიანებმა თარგმნეს, მოკლედ ნელ-ნელა თარგმნიან და ეს ძალიან დიდი საქმეა. იმიტომ რომ მისი ცხოვრება მართლაც სანუგეშოა თითოეული მორწმუნისათვის. მისი ცხოვრებაც და მისი სწავლებები არის 6 ტომი გამოსული, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ესე იგი. ერთი ხანობა ამას ვკითხულობდით ხოლმე მის ნაწერებს და ნახოთ, ერთად ნახოთ, აბა პირველი სერია არის ქართულად ნათარგმნი და მის ცხოვრებას ეხება რეალურ ფაქტებზე. თუმცა სანამ ამას ნახავთ, მე მინდა რომ ორი სიტყვით თქვა, ესე იგი ორი საკითხის შესახებ. ერთი ღვთის სიტყვის შესახებ და მეორე აი გთხოვენ რომ ესე იგი მრუშობის შესახებ იქნება ისაუბროთ და ორივეზე ვთქვათ ორი სიტყვა, ესე იგი. რაც შეეხება ღვთის სიტყვას. თამარი რატო? რაც შეეხება ღვთის სიტყვას. ადამიანი, მე დილასაც ვამბობდი წირვის შემდგომ ქადაგებაში, რომ თუ ღვთის სიტყვა არა მარტო, ესე იგი, წაკითხული არ აქვს, არამედ ადამიანში არ არის გამჯდარი. რომ აი ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში რომ პირველი ის უნდა გაგახსენდეს, რომ ის როგორ გეუბნება, რომ გააკეთო. ის კი არა რაღაცა საკითხთან დაკავშირებით, აი მაგალითად თავმდაბლობის შესახებ სადმე რო კითხულობ დაუშვათ, ხო? პარალელური ადგილები უნდა გახსენდებოდეს, რომ იქ კიდევ ეს არის ნათქვამი ამის შესახებ. იქ კიდევ ეს არის, კიდევ ეს არის. უნდა გახსენდებოდეს, აი ასე უნდა იცოდენ. ოღონდ მარტო ციტატები კი არ უნდა გახსენდებოდეს. არამედ ეს შინაარსობრივად უნდა ადამიანს ესმოდეს. როგორც იტყვიან, აი ძალ რბილში უნდა ჰქონდეს ეს გამჯდარი. ეს უნდა იყოს ჩვენი სოფხედველობა. ასე უნდა უყურებდეს მორწმუნე ადამიანი. და ცხოვრებისეულ სიტუაციაში ყოველთვის უნდა ჩვენი ქცევის თუ სიტყვის თუ ფიქრის ამოსავალი წერტილი ეს უნდა იყოს. ამის მიხედვით უნდა იყოს. თუმცა ეს ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ეგრე ადვილად შესაძლებელია. ეს არ არის ადვილად შესაძლებელი. მაგრამ ჩვენ ეს გვეტყვის, რომ სად შეგვეშალა და სად არ შეგვეშალა, სად როგორ უნდა მოიქცე. და თუ ისე არ მოიქეცი, მაშინ მიხვდები მაინც რომ შეგეშალა. ჩვენ ზოგჯერ, ესე იგი, ვაკეთებთ რაღაცას და გონია რომ არ შეგვეშალა და ეგრე უნდა იყოს. და თუ ვფიქრობთ რომ არ შეგვეშალა და ის სწორი იყო რაც გავაკეთეთ, მაშინ ვერც გამოსწორდება ის ვერასოდეს. ჯერ თუ ადამიანმა თავის საქციელს სახელი არ დაარქვა, ან კარგი, ან ცუდი, მაშინ ვერ შეცვლის. და რის მიხედვით უნდა დაარქვას კარგი ან ცუდი. აი სწორედ ღვთის სიტყვის მიხედვით. ასეთ შედარებას აკეთებენ ხოლმე, აი მაგალითისთვის რო ვთქვათ, ეს ქვიშის საათი ახლა თუ ვიტყვით რომ მოძრაობს თუ გაჩერებულია, ორივე პასუხი სწორი იქნება. იმიტომ რომ ამ მაგიდასთან და ოთახთან შედარებით ეს გაჩერებულია, მაგრამ აი სიტყვაზე მთვარესთან მიმართებით ეს არ არის გაჩერება. და ჩვენი ამოსავალი წერტილი რა არის? საიდან ვითვლით ამის მოძრაობას თუ გაჩერებულობას?
ამაზე ალაპარაკი, ანუ ჩვენი საქციელი რის მიხედვით ფასდება, კარგი ან ცუდი. და ეს არის სწორედ ღვთის სიტყვა. რა იმის მიხედვით. ან კარგია რაღაცა და ან არ არის კარგი. და თუ ადამიანმა იცის, მაგრამ ვერ ასრულებს ვამბობ იმას, რომ ცდილობს და ვერ ასრულებს. მაშინ ის მაინც იცის, რა უნდა შეინანოს. და ის მაინც იცის, რომ რადგან ეს სინანულის საქმეა და სინანული ჭირდება, ესე იგი უნდა გამოასწოროს კიდეც. და ნელ-ნელა ადამიანის ფერისვალებაც იწყება. თუ არა და შეიძლება ადამიანმა წლებიც კი იაროს ტაძარში, წლებიც თქვას ახსარება ეზიაროს, მაგრამ ერთი და იგივე ადგილს ტკეპნიდეს და არაფერი არ იცვლებოდეს. სამწუხაროდ, აი, თუ ადამიანი არ ცდილობს, რომ საკუთარი ცხოვრება მოაწყოს სახარებისეულად, მაშინ მარტო მექანიკური ეკლესიური ცხოვრება არ შველის. და აი როგორ ამბობს სახარება, რომ ესე იგი ადამიანია, რომელიც ისმენსო ღვთის სიტყვას და ასრულებსო, ის გავს იმ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე ააშენა სახლი, საფუძველი კლდეზე დადო. და როდესაც იქნება წვიმა, ქარიშხალი, წყალდიდობა და ეკვეთება ამ სახლს, არ დაეცემა ეს სახლი და გაუძლებს, იმიტომ რომ კლდეზეა დაშენებული. და ის კლდე არის სწორედ ქრისტესადმი რწმენა. ის რწმენა, რომ ესე იგი, როგორ ამბობს მოციქულ პეტრეს, როგორ ეუბნება, ამას კლდესაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო. აი ამ რწმენაზეა ლაპარაკი და თუ ადამიანი ისმენსო და არ ასრულებსო, მაშინ ის გავსო უგუნურ კაცსო, რომელმაც ქვიშაზე ააშენა სახლი. და როდესაც იქნება წყალდიდობა, იქნება ქარიშხალი, წვიმა, ეკვეთება ამ სახლს და დაეცემა. და დიდი იქნება ამ სახლის დაცემა. და ესე იგი, აი ჩვენ მთავარი რა არის, რომ განამარტო ის, რომ ჩვენ მოისმინოთ. ზოგმა შეიძლება არც მოისმინოს, არც წაიკითხოს. და თავისი შეხედულებები ჰქონდეს ქრისტიანობის შესახებ, რომ აი ეს არის ქრისტიანობა. სინამდვილე შეიძლება ძალიანაც ცდებოდეს. ზოგჯერ შეიძლება ადამიანმა მოისმინოს და ან წაიკითხოს და თავისი აზრით გამოიტანოს აქედან დასკვნა, თავისი აზრით განმარტოს და ისიც ცდებოდეს. ამიტომაც მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უკვე მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება და ეს გამოცდილება წმინდა მამათა ნაწერებში დაცული, რომლის მიხედვითაც ადამიანს შეუძლია, რომ წმინდა წერილი სახარება გაიგოს. ესე იგი, მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ამას წინათ, აი, კობა სად არის მოგვიტანა რაღაცა ხელსაწყო. ჩვენ არ ვიცით ის როგორ გამოგვეყენებინა. ხოდა, ეგ ხელსაწყო 10-იც რო გქონდეს ეგეთი, ვერ გამოვიყენებდით, ხო მართალი? მაგრამ გამოჩნდა ამირანი, რომელმაც იწარა ხან იქიდან მიუდგა ხან აქედან. უპოვა გზა როგორ გამოგვეყენებინა. ხოდა ახლა ჩვენ ვიცით როგორ გამოვიყენოთ. ხოდა ახლა ნახეთ, რო შევადაროთ. ვიღაცა მოგიტანა სახარება. ხოდა შენ არ იცი ეგ როგორ უნდა გაიგო. ამიტომ როგორც ჩვენ ამირანი გამოგვიჩნდა, ჩვენ წმინდა მამები გამოგვიჩნდა. აი ესე უნდა გაიგო, გითხრეს. გესმით, აი თუ ხელსაწყო არ გვექნებოდა, საქმეს ვერ გავაკეთებდით. თუ გვექნებოდა, მაგრამ მისი მოხმარება არ გვეცოდინებოდა, მაინც ვერ გავაკეთებდით. ამიტომ ერთიც საჭიროა, რომ შენ სახარებაც გადაშალო და წაიკითხო და მერე კიდე წმინდა მამა როგორ განგიმარტავს ამას, მერე ეგ არის საჭირო. იმიტომ რომ შენი ჭკუით რაღაცას გაიგებ და ან ვერ გააკეთებ საქმეს და ან სულაც იმასაც გააფუჭებ და ვერ გამოიყენებ. ამიტომ აი ყველაფერს ჭირდება ცოდნა და წმინდა მამათა გამოცდილება არის ჩაწერილი მათი, ესე იგი, მათ თავისი განწმენდილი სულით და გულით, იმ განწმენდილ სულში და გულში ღმერთმა ჩადო და მათ ათქმევინა, მათ დააწერინა ის, როგორც არის სწორი, როგორც უნდა გაიგო. ამიტომ იმითი უნდა იხელმძღვანელოს ადამიანი. და
იმის მიხედვით უნდა მოაწყოს თავისი ცხოვრება, თუ უნდა ადამიანს რომ ქრისტიანი იყოს და ქრისტიანულად იცხოვროს. იმიტომ რომ სხვანაირად ვერ მოახერხებს. აი სულ ვამბობ რომ ოღონდ მე რო ვამბობ, იმიტომ კი არა. ესე იგი ადამიანს ყოველთვის ერთი წიგნი გადაშლილი უნდა ჰქონდეს. აი შეგეკითხა ვიღაც რომ დღეს ამჟამად რა წიგნს კითხულობ? და შენ გაგახსენდა რომ ამჟამად კი არა 1-2 წელი არ წაგიკითხი არაფერი. ეგ არ ვარ. ეგ ქრისტიანის ცხოვრების წესი არ არის. ქრისტიანის ცხოვრების წესი არის რომ მას წიგნი აქვს გარდაშლილი ეტყვი. აი დღეს წმინდა აბა დოროთეს სწავლანს კითხულობ. და რიგში დგას და წმინდა პაისიათონელი წავიკითხო. თუ წმინდა ისააკასური, თუ წმინდა იოანე სინელი წავიკითხო, თუ წმინდა კასიანე რომაელი. სხვათა შორის დღეს არის ხსენება წმინდა იოანე კასიანე რომაელისა. და მე გირჩევთ, ესე იგი წაიკითხოთ, მისი სიტყვა არის 8 მომაკვდინებელი უნებისა და მისი წამალი, ესე იგი რა არის, რა იქნება, სათნოებები. ძალიან კარგად გასაგებად არის ნათქვამი და დაწერილი ძალიან კარგია, ესე იგი თქვენ შეგიძლიათ სათნოებად მოყარეობაში არის მათი მისი ეს ნაშრომი და შეგიძლიათ ეს წაიკითხოთ და ესე იგი სულ რაღაცას უნდა კითხულობდეს. რატომ უნდა კითხულობდეს ახლა? ერთი ვთქვით რატომაც რომ სახარება გაიგოს და მეორე ახლა ჩვენ ვიცით რომ მოსეს ღმერთი ეცხადებოდა და ელაპარაკებოდა, აბრაამს ელაპარაკებოდა, ნოეს ელაპარაკებოდა. მაგრამ ჩვენ ესე ვერ ვიგებთ ღვთისნათქვამს. შეიძლება ჩვენც გველაპარაკება, მაგრამ ჩვენ ვეღარ ვიგებთ უკვე. იმდენად გაუხესდა ჩვენი გული და გონება, ვერ ვიგებთ პირდაპირ ღვთისგან. თორემ წმინდა ანტონი დიდმა წერა-კითხვა არ იცოდა. მაგრამ ის არის ქრისტიანობის საზომი და შუქურა და მაგალითი. და რომ კითხეს, რომ თქვენ არ იცითო წერა-კითხვა და მან კითხა, რომ კითხვითო უპასუხა, რომ შენ როგორ ფიქრობო? ჯერო დამწერლობა შეიქმნაო თუ ჯერო გონება შეიქმნაო? ჯერ რომელი შეიქმნა, ჯერ გონება შეიქმნა და თუ იმ გონებას ღმერთი ისედაც ეუბნება იმას, რაც წიგნით ჩვენ უნდა წავიკითხოთ. მას არ ჭირდება ის წიგნი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ის წიგნი. ჩვენ არა ვართ არც ანტონი დიდი და არც მოსე და არც ელია თესბიტელი და ამიტომ ჩვენ ეს გვჭირდება. ესეც ადამიანის თამდაბლობა, რომ გადაშალო და შენ რო გონია ისე კი არ გქონდეს სოფხედველობა ჩამოყალიბებული. არამედ როგორც ღმერთი წმინდა მამათა მიერ გეუბნება. აი ისე გქონდეს მოწყობილი. მერე რა არის კიდე რა ახლავს ხოლმე ამას? ამა თუ წმინდა მამის ცხოვრების თუ ნაწერების კითხვას, რომელიღაც წმინდა მამის ცხოვრება განსაკუთრებით მოგეწონება. განა იმიტომ რომ სხვა ნაკლები იყო, არა, შენს გულთან ეს უფრო ახლოს მოვიდა. აი მაგალითისთვის ვიტყვი ხა რაც უნდა ვნახოთ ჩვენ წმინდა პაისიათონელის ცხოვრება. ჩემთვის ნამდვილად ესეა. აი ხო მრავალი წმინდა მამის ნაშრომი წაგვიკითხია, ბევრი რაღაც გაგვიგია, მაგრამ ისე კარგად როგორც მისი ნაწერებიდან ესე კარგად ვერ ვიგებ სხვისგან. რაღაცა ჩემთვის ეს არის, მე ეს ვიპოვე. სხვა შეიძლება სხვა იპოვოს, სხვა კიდე სხვა იპოვოს და აღმოაჩენ იმას, რომლისგანაც შენ ყველაზე უკეთ იგებ. რა არის ქრისტიანული ცხოვრება და ამიტომ ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენს გულში სხვა საკნინებ ან რაღაცა. აი ზოგჯერ შეიძლება ადამიანს ფიქრი გაუჩნდეს, რომ მე რომ ეს წმინდანი განსაკუთრებით მიყვარს, იმას ხო არ ნიშნავს, რომ სხვა ამით შეურაცხყოფილი არ არის სხვა შეურაცხყოფილი. მაგრამ შენ ეს მოგწონს, შენ ამას მიბაძე. იმიტომ რომ წმინდა მამებმაც სწორედ ესე არ გააკეთეს, ვიღაცა უფრო მეტად მარხვაში წარემატა, ვიღაც უფრო მეტად ლოცვაში, ვიღაც უფრო მეტად მოწყალებაში, მაგალითად წმინდა იოანე მოწყალე არის ასეთი, ვიღაცას მარხველი ჰქვია, ვიღაცას დაყუდებული, ანუ ლოცველი ჰქვია, ვიღაცას ესე იგი იობ მრავალუნებული და იმას მოთმინების და სათნოება ჰქონდა. სხვა სათნოებებიც რა თქმა უნდა, მაგრამ იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჯაჭვი არის. შეუძლებელი ადამიანს ერთი სათნოება ჰქონდეს და მეორე არ ჰქონდეს. ეს ჯაჭვია.
და შეუძლებელი ადამიანს ერთი ცოდვა ჰქონდეს და იმას ჯაჭვით ასხმული სხვა ცოდვები არ მოყვეს. ამიტომაც რას ამბობს ნახეთ წმინდა პაისი ათონელი რომ ერთ-ერთი ადამიანი შესჩივლებს რომ მე აი ნებებს ვერ ვძიო და ვერ დავძლიო და ყველას ერთად რატო ებძიო? ყველას ერთად ნუ ებძიო ეუბნება. არამედ ერთს ებრძოლებ, რომელიც ყველაზე უფრო მეტად გიტევსო და ნახავ ამ მთელი ძალისხმევა იქით მიმართეო და ნახავო რომ იმის დამარცხებითო სხვებიც დამარცხდო. იმიტომ რომ ეს ჯაჭვია ასხმული ერთმანეთზე. ამიტომაც აი ისათნოებებიც ჰქონდათ, მაგრამ განსაკუთრებით კიდე რაღაც ჰქონდათ ისეთი თავისთვის დამახასიათებელი. ასე რომ აი ქრისტიანი არ უნდა იყოს ამ ნუგეშის გარეშე. მე კიდევ რა არის, რას ნახავს იქ ადამიანი რომ ნახავს რომ სადღაც რომ ესე იგი გამოუვალი მდგომარეობა ეგონა, ნახავს რომ ეგ თურმე შესაძლებელია. სადღაც უიმედობაა და იმედი გაუჩნდება, სადღაც მოწყენილობაა და სიხარული მოდის. სადღაც აღმოაჩენს რომ ერთი წინადადება წერია, მაგრამ ამ ერთ წინადადებაში მთელი ერთი წიგნია ჩატეული. აი წმინდა მამათა ნაშრომები, ვისაც აგიკითხავთ, ალბათ შეხვედრიხართ. ძალიან მოკლე ნათქვამში ძალიან ბევრი როგორ შეუძლია რომ ჩატიოს ესე იგი. ჩვენ შეიძლება 1 საათი ვილაპარაკოთ და ესე იგი ერთი წინადადება არ გამოვიდეს თავიდან ბოლომდე. მაგრამ მათ შეუძლია, იმიტომ რატო? მათ თავისი გამოცდილებიდან იციან და იმ ერთ წინადადებაში გეუბნებიან ძალიან ბევრ რაღაცას. ასე რომ აი მე გირჩევთ ყველას, მით უმეტეს მარხვის პერიოდი ამისთვის ძალიან კარგია, რომ ადამიანმა რაღაცა შეიმეცნოს და ბავშვებს ეუბნები ხოლმე და მე მგონი ბავშვებს კი არა ჩვენს თავებსაც უნდა უთხრათ რომ ესე იგი დღეში რომ სულ 10 გვერდი წაიკითხოს კაცმა. ხო 10 გვერდი ბევრი არ არის, ხა რო დაფიქრდეს 10 ჯერ უნდა აკრას იმას ერთ წუთიან რაღაცას. 10 ჯერ და რამდენჯერ აი ეხლა რატო ვამბობ? რამდენჯერაც ესე ასკროლავთ თითოჯერ იმდენჯერ უნდა გავიხსენოთ რომ თუ ამის მაგივრად ეს რო წამეკითხა ერთი გვერდი. ნახეთ როგორ არის შემოპარულია. 1 საათიანს ხო დღეს არავინ არ უყურებს. უკეთეს შემთხვევაში გადადევს, მოდი მერე უყურებ. სადღაც შეინახავს მაინც. გადადევს, ოღონდ მაშინ არ უყურებს და 1 წუთიანი გიყვარდეს. 1 წუთიან შეუძლია 60-ს უყუროს. ეს 1 წუთია, რა უშავს, 1 წუთია უცბად მორჩება, აი გაატარა. ახლა მეორე 1 წუთიანია, მესამე 1 წუთიანია. 60-ს რო უყურებს, აღმოაჩენს რომ რა უცბად გავიდა ეს დრო, ესე იგი. ნეშმაკ ეგრე გეპარება ადამიანს. მაგრამ ეს ადამიანმა ეს მიდგომა სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. ოტია იოსელიანი ამბობდა ერთხელ. ესე იგი, ჩემს თავს ვეუბნებიო რომ გავალო რომ და 2 მეტრს დავბარავ. გავალ ხოლმე და მე რომ მოვიხედო 10 მეტრიაო დაბარული. ანუ შენი თავი უნდა მიიტყუო საქმე. წიგნის ეს თქვი რომ მოდი 1 გვერდს წავიკითხავ. იქნებ იმის 1 გვერდი როგორ დაგაინტერესდა და მეორე მოყვეს იმას, მესამე და სულ მინიმუმ 10 გვერდი რო წაიკითხო. წელიწადში გამოდის 3650 გვერდი ხო მართალი? ეგ არის კარგი 7-8 სქელტანიანი წიგნი წელიწადში. ეხლა უბრალოდ ჩვენს თავს რო ვკითხოთ. წელიწადში ამდენ წიგნს ვკითხულობთ? არ ვკითხულობთ. არ ვკითხულობთ და მე ვეუბნები ხოლმე, აი დავუშვათ 10 წლის ბავშვს, 12 წლის ბავშვს. ეხლა 10 წელიწადში შენ უნდა 80 კარგი დიდი წიგნი გქონდეს წაკითხული. 80. ნუ აი სადღაც ესე იგი 400-500 გვერდიანი წიგნი, 80 ცალი. და ვეუბნები რომ აი წადი ეხლა გაიარე 13 წლის ხო ხარ? აი 23 წლის ადამიანი გააჩერე და კითხე 80 წიგნი. მაგხელა წიგნი წაკითხული აქვს და აღმოაჩინე რომ არა აქვს და ნახა 33 წლისა რო გააჩეროს და 53 წლისა რამდენი უნდა ქონდეს 240 ეგეთი წიგნი და არა აქვს წაკითხული. აბა ჩვენს გულში ჩავიხედოთ ამ
კუთხით გადავამრავლოთ ჩვენი ასაკი. არა გვაქვს საკითხი. რატომ? იმიტომ რომ 10 გვერდის საკითხვა დაგვეზარა დღეში. ზღვა კოზით დაელიაო, ხო ესეა. ხო ყველაფერი მაინც ანგარიშთან მიდის და უბრალოდ დაიანგარიშეთ. დღეში 10 გვერდს ჭირდება 20 წუთი. მეტი ხო არ ჭირდება. და დღეში რამდენი 20 წუთს კარგავს ადამიანი სულტყუილად. აი ერთი და იგივეს რო ნახულობს თუნდაც იმ ტელეფონში. აი სიტყვაზე ვიღაც სამსახურში მიდის და გზაში ჭირდება ნახევარი საათი, ვიღაცას 15 წუთი. 15 თუ აქედან გინდა 15 ხო იქიდან ავტობუსში ხარ თუ ტაქსში ხარ თუ რაღაც. აი და წაიკითხე ის რაღაც. და ესე ნელ-ნელა მოგროვდება და იქ ძალიან დიდ სულიერ სარგებელს მიიღებ. მე ახლა აქ არ ვამბობ მხატვრულ ლიტერატურაზე. ახლა აქ უშუალოდ ვამბობ იმაზე, რაც ადამიანის სულს როგორც ჰაერი ისე სჭირდება. ხო და ჩვენ სამწუხაროდ ამას არ ვაკეთებთ და ამას თუ ადამიანი გააკეთებს, მისი ცხოვრება როგორც ქრისტიანისა საგრძნობლად შეიცვლებოდა. მას აღარ ექნება ის ფიქრები, ის მიდგომები, ის სოფხედველობა არ ექნება, სხვაგვარი იქნება. იმიტომ რომ ის წმინდა მამათა გამოცდილებას იქნება ნაზიარები. და ეს მარტო ის კი არ არის თეორიული ცოდნა კი არ არის. შენი წმინდა მამის ნაწერს რო კითხულობ, ის სული წმინდისგან არის დაწერილი. სახარებას რო კითხულობ, სული წმინდისგან არის და ის ცვლის ადამიანს, ის ეხმარება. თორე ეს არ არის ენციკლოპედია, სადაც შენ წაიკითხავ და გაიგებ, რომ თურმე ამა და ამ წელს ესეთი ამბები მომხდარა. არამედ ეს არის ის, რაც ყოველთვის ყოფილა და ყოველთვის იქნება. იმიტომაც ქვია სახარებას ცხოვრების წიგნი. იმით ადამიანი სწავლობს, როგორ უნდა იცხოვროს. და ეხლა რა წერია, შეკითხვა რო იყო, რა წერია თუნდაც მრუშობასთან დაკავშირებით, ესე იგი, აი შეკითხვა ხო იყო, რომ იქნება ამაზეც გველაპარაკოთო და ზოგადად რო ვთქვათ, ყველაფერთან დაკავშირებით ეს წერია, რომ როგორც შენ გინდა, რომ ადამიანი მოგექცეს, შენც ისე უნდა მოექცე ადამიანს. მრუშობა რა არის, როდესაც ადამიანი ღალატობს თავის მეუღლეს, არა? შეიძლება ფიზიკურად მოხდეს, შეიძლება როგორც მაცხვარი ამბობს, ვინცო დედაკაცო ნებით შეხედავ, მან უკვე იმრუშაო თავის გულში. ეხლა ჩვენ რო დავაკვირდეთ, ესე იგი, აი თუნდაც მარტო ფიქრების დონეზე, თუნდაც მარტო შეხედვის დონეზე, თუ რომელიმე ადამიანს, ესე იგი, უნდა და თანახმა იქნება, რომ როგორც გინდა მამაკაცი იყოს, გინდა დედაკაცი, ამ შემთხვევაში ღვთის წინაშე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ადამიანი თანახმაა, რომ ესე იგი, როგორც თვითონ შეხედავს სხვას, მისმა მეუღლემაც სხვას ესე შეხედოს, აი უბრალოდ ამაზე უნდა დაფიქრდეს. აი როგორც მე შევხედავ დაუშვათ, ხო, ახალგაზრდა ქალს, აი ჩემო მეუღლემ რომ მამაკაცს ესე შეხედოს. ან როგორც მე შევხედავ დაუშვათ ვიღაცას ესე რომ ჩემს მეუღლეს შეხედონ. ხო, აი ამაზე უნდა იფიქროს კაცმა და ეს ბევრ ამას ასწავლის, რომ ეს სწორია თუ არა. როგორც თვითონ უყურებს, როგორც თვითონ იფიქრებს, როგორც თვითონ იმოქმედებს. ხო და ეს უკვე ღალატია. როდესაც შენ სხვას ისე შეხედავ, როგორც არ გინდა რომ შენმა მეუღლემ სხვას ესე შეხედოს, ეგ უკვე ღალატობ შენ. რა თქმა უნდა, ეს ჯერ ფიზიკურად არ არის, მაგრამ ეგ უკვე ღალატია. მაგაზე ამბობს მაცხოვარი, იმიტომ რომ მაცხოვარმა უფრო მეტად გააფაქიზა და დაიხვეწა ახალ აღთქმაში ეს მცნება. ძველ აღთქმაში თუ იყო რომ პირდაპირ არა იმრუშო, ფიზიკურად თუ იყო ლაპარაკი, ახალ აღთქმაში უკვე იმაზეა ლაპარაკი, რომ შენ არც უნდა შეხედო ასე და არც უნდა გაიფიქრო. ამაზეა ლაპარაკი. ამდენად სუფთა უნდა იყოს ადამიანი და თუ ამ მხრივ რაღაც შეცდომა უნდა შეინამოს. თუ მით უმეტეს ეს ყველაფერი უკვე დაცემამდე მივიდა, იქ მით უმეტეს ძალიან დიდი სინანულია საჭირო, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა. სამწუხაროდ მოხდარა ესეთი შემთხვევა, რომ ესე იგი რაღაც ცოდვის დროს გარდაცვლილა ადამიანი. ხო და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ უბრალოდ რა, აი როგორ ამბობს წმინდა წინასწარმეტყველი ეზეკიელი, რომ
რა მდგომარეობაშიც მოუსწრებს ადამიანს სიკვდილი, იმ მდგომარეობით წარდგება ღვთის წინაშე. და რა მდგომარეობაში მოუსწრო? ცოდვაში მოუსწრო. რომელმაც სინანული ვერ მოასწრო კი არა, არც უფიქრი. ხო და ეს მისთვის წმინდა წერილზე დაყრდნობით ეს მარადიული სატანჯველი. ხო და ვის აქვს გარანტია, რომ ცოდვის გზაზე მიდის და იქ არაფერი არ მოუვა. იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევა, რომ პირიქით ადამიანი სინანულის გზაზე დამდგარა და იქ გარდაცვლილა, მაგრამ ღმერთს მიუღია მისი ეს გადაწყვეტილებაც კი, რომ მას უნდა შეენანებინა და ის გადარჩენილა. და ეს არის თუნდაც ეს კეთილგონიერი ავაზაკი, ხო? მან ვერც მარხვა მოასწრო და ვერც ლოცვა და ვერც ზიარება, მაგრამ ღმერთმა მისი სინანული შეიწირა. მაგრამ ვისაც შეუძლია რომ მარხვა მოასწროს და ლოცვაც და აღსარებაც და სინანულიც, მან ის უნდა გააკეთოს. იმან იქ ჯვარზე რაც მოახერხა, ყველაფერი გააკეთა. იმას იქ მეც ვერაფერს ვერ მოახერხებდა უბრალოდ. ხო და აქ ვისაც მეტი შეუძლია, მეტი უნდა მოახერხოს. თუ უნდა რომ სული გადაიჩინოს, ჩვენ ხო ახლა ამაზე ვლაპარაკობთ, რომ თუ გინდა რომ სული გადაიჩინო, ესე იგი და სახარება ამას ამბობს, ესე იგი და ამიტომ აი ძალიან დიდი სიფრთხილეა ყველაფერში საჭირო. ყველა ადამიანს უნდა ისე მოექცე, როგორც ჩვენ გინდა რომ მოგექცეს. თუმცა აი ეს ცოდვა ყველა შემთხვევაში გინდა დაოჯახებული იყო და გინდა დასაოჯახებელი. ყველა შემთხვევაში ცოდვა ღვთის წინაშეც და ადამიანის წინაშეც. კარგით, ახლა ძალიან რომ აღარ გადაგღალოთ. ერთ რაღაცასაც ვიტყვი, რომ ახლა რომ შაბათი მოდის, ეს არის მიცვალებულთა შაბათი. დიდი მარხვის მეორე, მესამე, მეოთხე შაბათები არის ხოლმე მიცვალებულთა ხსენება. მაგრამ ერთ-ერთ შაბათს ახლა ემთხვევა დღესასწაული. 40 სებასტიელი მოწამის ხსენება. რომელ შაბათს ემთხვევა, აღარ მახსოვს. იმ შაბათს ეს დიდი პანაშვიდი და რაღაც არ ხდება ხოლმე საზოგადო მსახურება. ისე კი კერძოდ ყველა შეუძლია მოიხსენოს თავისი მიცვალებული და ჩვენ ახლა შაბათობით რადგან სოფელში გვაქვს ხოლმე წირვა. მე ვფიქრობ ასე გავაკეთოთ, რომ რადგან იქ მაინც წირვაც არის, იქ მცირე პანაშვიდს აღვასრულებთ. აქ საღამოს რომ ლოცვა დამთავრდება ხოლმე, აქაც რომ უნუგეშოთ არ დარჩნენ აქაური მრევლი, აქ ლოცვის შემდეგ დიდი პანაშვიდი შევასრულოთ ხოლმე შაბათის ლოცვა რომ დამთავრდება. რაღაცნაირად ესე დაბალანსდება ესე ვთქვათ. კარგით, მოდი ვნახოთ აბა ახლა. მე ძალიან მაინტერესებს. სიმართლე გითხრათ, გუშინ რომ გამომიგზავნეს და რომ გადმოვწერე. თან ეს ნაწილ-ნაწილი იდება, ერთი სერია ორ ნაწილად იტვირთება ხოლმე, იმიტომ ერთად თუ ვერ ვტვირთავთ და მე გავაერთიანე და არ მინდოდა რომ მარტო მეც კი რა შემოვინახე ეს სიამოვნება რომ თქვენთან ერთად მენახა და ვნახოთ აბა ერთად.